გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ შვეიცარიაში მოგზაურობას და ამ ვიდეოს ვიწყებთ ალპებიდან, სადაც როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ტობლერონზე გამოსახულ მთასთან ავალთ. ჩამოვედით ცერმატში, საიდანაც უამრავი საბაგირო იშლება და იხლართება ალპებში და მათ შორის უნდა ვიპოვოთ ის, რომელიც ყველაზე ახლოს მიგვიყვანს მატერჰორნთან. მატარებლიდან გადმოსვლისთანავე დავიწყეთ ტურისტული საინფორმაციო მოძებნა, რომ აგვეღურუკა და გზა გაგვეკვლია ამ ზამთრის კურორტზე, რადგან თუ არ სად მიდიხარ, არც მარტივია სწორ გზას დაადგე. აი ეს კი საბაგიროების რუკა. ოფისიდან გამოსვლისთანავე, რა თქმა უნდა, გარშემორტყმული ხარ ტურისტული მაღაზიებით და მეც ყველაში შევედი. და აქაც ვნახე რამე განსხვავებული და განსაკუთრებული სუვენირი ხომ არ ჰქონდათ. შვეიცარიას როგორც ქვეყანას ოფიციალური national ცხოველი არ ჰყავს, თუმცა ყველაზე ძლიერი ასოციაცია ძროხებთან არის, ამიტომ ბევრი სუვენირი აქვს ამასთან დაკავშირებით. ასევე ხშირია სენ-ბერნარდის ძაღლები, ეს კი ნამდვილად შვეიცარიული ჯიშია და მათ იხმარებენ თოლში დაკარგული ადამიანების საპონელად. ეს ძაღლები თავგანწირვის, თავდადების და ღირსების სიმბოლოები არიან. მე კარგი ნაქსოვი ქუდის ყიდვა მინდოდა და საბოლოოდ ვიპოვე როგორც მინდოდა, მაგრამ მოგვიანებით გრინდელვალდში, რომელიც ამოგზაურობის ყველაზე ზღაპრული ნაწილია. მაღაზიების შემდეგ გავყევით გზას საბაგირომდე. ნახეთ როგორი ზამთრის მყუდროების შესაბამისი გზა არის. შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი ხისგან არის დამზადებული. გარშემო ნაძვის ტოტები, ლოლოები და თოვლით დაფარული სახურავებია. ყველა ჩაფუთნული ან თხილამურებით აღკაზმული დადის და გრძნობ, რომ ყველანი ამ პატარა ალპების სოფელში მსგავსი შეგრძნებების ნაწილი ხართ. გაბედნიერებთ თოვლი, ახალი წლის ჯადოსნობა, შვეიცარიის ბუნება, მთების სიდიადე, სუსხის სისპეტაკე და საშობაო მყუდროება. ნახეთ იოსემიტის მაღაზია ვიპოვე. პატარა ფაქტი ჩემზე, ამ ზაფხულს ამერიკის დასავლეთ შტატებში, ძირითადად კი კალიფორნიაში მანქანით ვიმოგზაურე 11 დღე. რჩებოდი კარვებში და random Airbnb-ებშიც. ვლაშქრობდი ნაციონალური პარკების მთებში, ვისვენებდი კალიფორნიის კუნძულებსა და ვერთობოდი ლას-ვეგასის კაზინოებში. ასე რომ თუ მსგავსი მოგზაურობაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ ვიდეოებს უყუროთ. ახლა კი გავაგრძელოთ გზა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთისკენ. და აი ისიც. ამ კონკრეტული საბაგიროს ღირებულება იყო 90-დან 105 ფრანკამდე, ასვლა და ჩამოსვლა. გზად რამდენიმე გადასაჯდომი და გასაჩერებელი აქვს და ჩამოსვლისას მანდაც გადმოვედით ცოტა ხნით. თუმცა ასვლისას მატერჰორნისკენ მიგვეჩქარებოდა. რა თქმა უნდა, ყველა ეს საბაგირო სასრიალო ტრასასთან გადის. ასეთ დამრეც საბაგიროებზე ნამყოფი არ ვარ. მატარებლის ლიანდაგებზეც ხშირად კბილანებს შეამჩნევდით, რომელიც რელსებს მატარებლის მოძრაობაში ეხმარება. იცით რომელ გზაზე ვიარეთ ცერმატისკენ? აი ინსტაგრამზე რომ არის ძალიან პოპულარული, ასეთ სურათებს რომ იღებენ და ეს კონკრეტული ვაგონი ძალიან ძვირი ღირს. თუმცა ჩვენ რომელ მატარებელშიც ვისხედით, ისიც უმეტესად ამ გზას გადის და იგივენაირი ფანჯრები აქვს. უბრალოდ მეტი ხალხია და ამხილმაგიდაც არ გვაქვს. საბაგიროდან მთების და სოფლის თვალიერება ძალიან მშვიდი და სასიამოვნო იყო. დრო მალე გადის და არც მხოლოდ საბოლოო ლოკაციაზე ფიქრობ. იმიტომ რომ აქედანაც იდეალურად ათვალიერებ ალპებს. ქვემოთ კი უყურებ მოსრიალე ხალხს და ბოლოსკენ კი მყინვარებს. აქ ჰაერსაც რაც შეიძლება წმინდას უნთქავ, რადგან თვითონ სოფელშიც მანქანები დაშვებული არ არის, მხოლოდ ელექტროტრანსპორტი. ისე შეგიძლიათ VIP გონდოლებიც დაჯავშნოთ. აი ასეთი, სადაც შამპანიურს და ტყავის ავრძლებს დაგახვედრებენ, მაგრამ დამიჯერეთ ისედაც საოცრად კომფორტული გონდოლებია, 360 გრადუსიანი ფანჯრებით და სკამების გათბობით. მატერჰორნამდე რომ ავალთ, ამ მყინვარებს ქვემოთ ჩვენს შევალთ და მეტიც ამ მყინულზე ვისრიალებთ. გონდოლიდან რომ გამოდიხარ, პირდაპირ მთაში შემოდიხარ, სადაც მოწყობილია რესტორანი და სუვენირის მაღაზია. ასევე არის სივრცე პატარა კინოჩვენებისთვის, სადაც შვეიცარიის ბუნებაზე გიყვებიან. კიდევ მყინვარების სასახლე, რაც წეგან ვახსენე და გადასახედი ადგილი. საიდანაც 38-4000 მეტრიან წორალს დაინახავთ. აქ შეგიძლიათ იყილოთ მატერჰორნის ჭიქები, ბოთლები, ბენდენა, ქუდი, ჩანთა და რაღაც. მე ესეთი სამაჯური ვიყიდე, რადგან მიყვარს სამაჯურების ტარება. მით უმეტეს სიმბოლურის და რაღაც ამბავთან ასოცირებულის. შემდეგ უბრალოდ ერთ-ერთი ტრასის დასაწყისში ჩავედი, რადგან მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ტრასები ალპებში, თუნდაც ნაწილი. ჩვენს მთებში სრიალი ძალიან მიყვარს, თუმცა შეხედეთ აქ რა ხედები იშლება და დღეს აშკარად იდეალური ამინდი იყო სასრიალოდ. შემდეგ ავუბრუნდით მთაში გაჭრილ გვირაბებში და მივადგით შესასვლელს მყინვარში, რომელსაც მყინვარის 64 ეწოდება. აქ შესასვლელი გონდოლის ბილეთზე არის მიბმული და ასე ლიფტით ჩავედით მყინვარში. წარმოუდგენელია, 15 მეტრ სიღრმეში ჩადიხარ მყინვარის ნაპრალში. თავი გამყინვარებაში მეგონა. ხომ იცით და მომენტი რომ დადიან და გაყინულ ცხოველებს ხედავენ. მყინვარის ლაბირინთებში დადიხარ და სკულპტურებს ათვალიერებ. შემდეგ მივედექით ყინულის სასრიალოს. პატარა ოთხკუთხედი ბალიშებია, რომელზეც ჯდები და მისრიალებ.
ზოგ შეეშინდა და არ ჩავიდა, თუმცა ამ ბალიშებით ძალიან ელა მიდიხარ. ამიტომაც მეორედაც ავბრუნდი. დავრწმუნდი, რომ შიგნით არავინ იყო და ბალიშის გარეშე ჩამოსრიალდი. ბევრად უკეთესი იყო. იტალია? Cross? შვეიცარია. მყინვარიდან ამოსვლისას კი ავედით მატეჰორნის გადასახედ ადგილზე, სადაც რა თქმა უნდა ტობლერონი შოკოლადი წამოვიღე სურათის გადასაღებად და ჩემ გარშემო მესმოდა ჩურჩული რა ჭკვიანურია და რა კარგიაო. ასე რომ თუ ახვალთ წაიყოლეთ. უბრალოდ სახელის ორივეს ერთად რომ ხედავთ. წამოსვლის დროც დადგა. ამჯერად გონდოლაში მარტო ვიყავით. ტკბებოდით ამ საოცარი სანახაობით და არ წარმომედგინა სხვა ადგილი, სადაც იმ წამს ყოფნა მომინდებოდა. თუმცა გრინდელვალდ, სადაც მეორე დღეს წავედით, ალბათ ესეც კი ვერ შეედრებოდა. დარწმუნებული ვარ, ცერმატის სოფელი ზაფხულშიც იდეალური დასასვენებელი ადგილი იქნება. ისა მატერჰორნის შესახებ ყველა შვეიცარიელმა ბავშვმა იცის. იგი არა მარტო ერთ-ერთი უმაღლესი მთა ალპებში, არამედ როგორც ალბათ იცით, თავისი პირამიდის ფორმის გამოა გამორჩეული და ადგილობრივ დიალექტზე მას ჰორუს, ანუ რქას ეძახიან. ამ მთას თავისი წარმოქმნის ლეგენდაც აქვს, რაც გიგანტ გარგანტუას უკავშირდება. შეიძლება გარგანტუასა და პანტაგრუელის ამბავი აქამდეც გაგიგიათ. ისტორია ამ გიგანტი მამაშვილის შესახებ მე-16 საუკუნის ფრანგი მწერლის ნამუშევარია, თუმცა ლეგენდაში უფრო საყოველთად არის აღწერილი. ბევრი წლის წინ გარგანტუა თურმე ალპებში ცხოვრობდა. იგი ძალიან ძლიერი და მაღალი იყო. იმდენად მაღალი, რომ მისი თმა ღრუბლებს ერეოდა. მისი თავი სასახლის ხელა იყო. ხელები კი იმდენად საშიში, რომ ხეების ძირფესვიანად ამოგლეჯა შეეძლო. მისი ნესტოები ბნელ გამოქვაბულებს ჰგავდა, სადაც დათვებს ზამთარში დამოლვა შეეძლოთ. როდესაც გარგანტუა მოძრაობდა, მთელი დედამიწა კანკალებდა, ხოლო მისი ნაფეხურები კი მთებს ეტყობოდა. გარგანტუა მოუქნელი და ნელი იყო, თუმცა იგი მეგობრული და კეთილი იყო. ამ დროს მატეჰორნის მთა არ არსებობდა, მხოლოდ ქედი, რომელიც ერთი ფორმის იყო და იტალიის მდელოებს ჩრდილოეთის ცივი ქარისგან იცავდა. გარგანტუა თურმე დროს იტალიის ამ ნაწილში ატარებდა და ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ ხედავდა ჩრდილოეთის მხარეს სქელი ღრუბლების მიღმა ადგილებს. ამიტომაც ერთ დღეს ადგა და დიდი ნაბიჯი გადადგა, აცოცდა ამ დიდ კლდეზე. ფეხი კი ცერმატის ტერიტორიაზე დადგა შვეიცარიაში. როცა ეგონა მყარად ვდგავარო, ზუსტად მაშინ ფეხი ყინულზე ოსრიალდა და მთელი ტანით მთებს შეასკდა. მთელი ქედი ჩამოიშალა. მხოლოდ დიდი სამკუთხა სექცია დარჩა გიგანტის ფეხებს შორის, რაც დღეს მატეჰორნის სახელით არის ცნობილი. ახლა კი მოგიყვებით ლეგენდას რიუტლის ფიცზე. ამ ფიცს ნამდვილი ისტორიული კონტექსტიც გააჩნია, თუმცა დღემდე ნახევრად ლეგენდად არის შემორჩენილი. რიუტლის ფიცი ძველი შვეიცარიული კონფედერაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება და ლეგენდა ამ ყველაფერს 1291 წლიდან მოგვითხრობს. იგი იწყება ასე. უძველესი დროიდან სამი კანტონის პატიოსანი ხალხი, ურის, შვიცის და უნტერვალდენის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ლუცერნის ტბის გარშემო. ეს ტბაც ალპებში მდებარეობს. ერთ დღესაც 1291 წელს ამ ხალხის მშვიდი ცხოვრება დასრულდა, რადგან ალბერტ I ავსტრიისა დაინიშნა გერმანიის მეფედ. მეფე ალბერტმა გადაწყვიტა, რომ ამ სამი კანტონის საქმეებით კმაყოფილი აღარ იყო. ამიტომ გადაწყვიტა ალპების ქვეყანაში გაელაშქრა და ეს ხალხი დაეპყრო. თუმცა მეფეს არ გაუაზრებია, რამდენად ამაყები იყვნენ ლუცერნის ტბის გამბედავი მოსახლეები. 1291 წლის 1 აგვისტოს ამ სამი კანტონის ყველაზე მამაცი კაცები შეიკრიბნენ რიუტლში, ლუცერნის ტბის მაღლა მდელოზე და გადაწყვიტეს, რომ მტრები მოეგერიებინათ. ამ ღამეს სამა გმირმა ხელები აღმართა და ფიცი დადო ღმერთისა და ყველა წმინდანის წინაშე, რომ იქნებოდნენ ერთიანი და თავისუფალნი სამუდამო ალიანსში, რაც წარმოადგენდა შვეიცარიულ კონფედერაციას, ანუ კავშირს. ამის შემდეგ შვეიცარიელები არასდროს დაჩოქილან და დღესაც 1 აგვისტო შვეიცარიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რაც უკავშირდება მათ რკინის სულს და დამოუკიდებლობას. ცერმატიდან ბენჩი იმიტომ მომეჩქარებოდა, რომ საღამოს საახალწლო ბაზრობისთვის მომესწრო. ხის ორნამენტები, ფიგურები, ჭურჭელი, ხელნაკეთი საპნები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნაქსოვი ნივთები და რაც მთავარია ულამაზესი ნაძვის ხე, უგემრიელესი გლინტვეინით. შემდეგ კი მექსიკურ რესტორანში წავედით და ღმერთო, როგორ მეყვარს მექსიკური სამზარეულო. It just never disappoints. შემდეგ დღეს წავედით ლაუთერბრუნენში და გრინდელვალდში. თუ ჩემი არ გჯერათ, რომ დღეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ და არა ამ ქვეყნიურ ადგილებში ვიყავი, იმას დაუჯეროთ, რომ ტოლკინმა ბეჭდების მბრძანებელი ამ ადგილებში სეირნობის ინსპირაციით დაწერა. ბილბოს მოგზაურობა რივენდელიდან ნისლიანი მთების მეორე მხარეს, ასე ამბობს ტოლკინი, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული ყოფილა მის მოგზაურობაზე სწორედ ამ ადგილებში 1911 წელს. არ მინდა მისი ნათქვამი დავამახინჯო, ამიტომ გთავაზობთ ინგლისურ ენაზეც.
ლაუთერბრუნენში მოხვედრისთანავე გავიფიქრე, აქ უბრალოდ უნდა დაჯდე, შენს ფიქრებთან და სამყაროსთან დარჩე, კლდეებს შორის ჩაიკარგო და აუცილებლად საოცარი ნაწარმოები გამოვამეთქი. ხოდა 19 წლის ტოლკინზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია აქაურობას, რომ მოგვიანებით მან უკდავყო ეს ადგილები ბეჭდების ბრძანებელში. წლები ამოლაშქრეები ამ ადგილებს სტუმრობენ და ცდილობენ ამ წიგნის ისტორიები ასე მაინც გაიცოცხლონ. ერთ-ერთი ტურ ოპერატორი და დიახ, აქ არსებობს ტური, რომელსაც ჰქვია ტოლკინის ფეხ და გატარებენ იმ ადგილებში, იმ ჩანჩქერების ქვეშ და იმ კლდეებზე, რომლებიც როგორც ფიქრობენ, გახდა რივენდელის შთაგონების წყარო. ეს ტურ ოპერატორი აღნიშნავს, რომ ინგლისიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭისთვის ძალიან შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო მყინვარების ნაპრალები და ათეულობით ჩანჩქერი, ათასობით ფუტი სიმაღლის კლდეებიდან გადმოსული. ყველაზე მეტად კი თურმე ტოლკინს მოსწონებია იუნგფრაუს მწვერვალი. ეს ტერიტორიები და უფრო კონკრეტულად კი სილბერჰორნი, პირამიდული ფორმის მთა. ტოლკინი წერს, რომ იუნგფრაუ დიდი სინანულით მიატოვა და სილბერჰორნი კი მისი სილვერტაინი, ანუ იგივე სელებდილია, რაც მის წიგნში სამი მწვერვალიდან ერთ-ერთია, რომელიც ჯუჯების ქალაქის მაღლა დგას. აქაც გთავაზობთ უშუალოდ ტოლკინის ნათქვამს, იმიტომ რომ მე უბრალოდ შინაარს ვყვები. ბეჭდების მბრძანებლის და შვეიცარიის ამ ორი სოფლის ლაუთერბრუნენისა და გრინდელვალდის კავშირზე ბევრი საუბარი შეიძლება. თუმცა ახლა ჩემს მოგზაურობას დაუბრუნდები. რატომღაც ამ ადგილებში არავინ დასეირნობდა, ყველანი ცენტრში იყვნენ, სადაც ჩვენ ცალოთ მოგვიანებით. თუმცა ჩვენ მდინარეს გავუყევით ამ თოვლში და ძალიან ლამაზი გზებითაც ვისეირნეთ. მე კიდე მეშინოდა, იმიტომ რომ ქვემოთ ჩასვლისას ყველაფერი მოყინული იყო და არც მდინარესთან ახლოს ყოფნა მეხატებოდა გულზე, როცა მიწას თვალითაც ვერ ვხედავდი. მაგრამ მალევე სურათების გადასაღებად გავჩერდი და სიცივეც დამოვიწყდა. ახლა დრო იყო მაღლა ავსულიყავით, რომ ცენტრში გადავსულიყავით. თუმცა აქაც ტყეში გამავალი გზა ავირჩიეთ და ძალიან ფრთხილად და ცურვა-ცურვით ავედით მაღლა. უბედნიერესი ვიყავი ამდენი თოვლის ნახვით, თოვლის სუნთქვით და თოვლში ცურვით. შემდეგ ისევ სუვენირების მაღაზიას მივადექით. კაფეში დავსხედით, ცხელი ყავა და ნამცხვარი მივირთვით. ცოტა შევისვენეთ და გზა გავაგრძელეთ. შტაუბახის ჩანჩქერს მივადექით, რომლის ვარდნაც 297 მეტრს შეადგენს. ეს ჩანჩქერი გოეთეს ერთ-ერთი პოემის ინსპირაციაც გახდა. განსაკუთრებით ზაფხულში ამ ხელა ვარდნის გამო ჩანჩქერი ქარის დახმარებით სიზმრისეულ არაამქვეყნიურ ეფექტს აჩენს ნისლის სახით. ისე აქ 72 ჩანჩქერია. ლაუთერბრუნენის თავზე სამი ცნობილი მწვერვალია: აიგერი, მიონქი და იუნგფრაუ, რომელიც ტოლკინის ფავორიტია. ადგილობრივი ფოლკლორის მიხედვით, კაცი ჭამია, ოღრ ანუ აიგერი, ემუქრებოდა მშვენიერ ქალწულს, ანუ იუნგფრაუს. გერმანულად ეს სიტყვა ქალწულს ნიშნავს. მის დასაცავად ბერი, რომელიც ის მესამე მწვერვალია, მათ შორის ჩადგა და დღემდე ქალწულის მცველად დგას. ისტორიები და ადგილობრივი ლეგენდები ძალიან მაინტერესებს და იმედია თქვენც. და აი ეს ისევ ის ცნობილი მატარებელი შვეიცარიაში, წინა ვიდეოში რომ ვისაუბრე. აქ კიდევ უკეთესად ჩანს, როგორი ფანჯრები გვხვდება და წარმოიდგინეთ, რაც მანამდე ვიდეოში ნახეთ, ამას ასე რელსებიდან კიდევ ერთხელ ვუყურებთ. ისე რაც აუცილებლად სათქმელია, არის ის, რომ ტრანსპორტი შვეიცარიაში ძალიან ძვირია. ევროპაშიც არ არის იაფი, თუმცა აქ განსაკუთრებით. მაგრამ თუ 25 წელს ქვემოთ ხართ, გაგიმართლათ, რადგან 80 ფრანკად შეგიძლიათ იყიდოთ ერთდღიანი პასი, რომელიც თქვენთან ერთად 4-25 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანს მისცემს უფლებას უმეტეს საჯარო ტრანსპორტში იმგზავროს, მატრებელშიც, ავტობუსებშიც, ზოგ საბაგიროზეც და ფერიზეც. როცა ეს პასი ვიყიდეთ, იმ დროს სამდღიანი ჩვეულებრივი პასი 250 ფრანკი ღირდა კაცზე. თუმცა თუ ადრე შეიძენთ, ფასი გაცილებით ნაკლებია და ამიტომ აუცილებლად წინასწარ დაგეგმეთ ტრანსპორტი შვეიცარიაში მოგზაურობისთვის. ახლა კი გრინდელვალდისკენ წავიდეთ და აი სწორედ ეს იყო ჩემი უსაყვარლესი ადგილი. აქ მოხვედრისთანავე მივხვდი, რომ ყველაფრისგან გავთავისუფლდი. არ არსებობდა აუცილებლობა, აჩქარება ან მოუთმენლობა. გრინდელვალდში შებიჯებისთანავე იყო უბრალოდ მთების ჯადოსნურობის წინაშე დაუჯერებლობის და გაუცებისგან თავისქნება. აცრემლიანებული თვალები, რომ შემეძლო ასეთი სუფთა სიდიადე მენახა და უბრალოდ ბედნიერება, რომ ამ სამყაროში ვარსებობთ და ადამიანებს შეგვიძლია უბრალოდ ბუნებით დავტკბეთ. ასეთი ჯადოსნური ადგილი იდეალური წყაროა ლეგენდების, მითებისა და გასაოცარი ისტორიებისთვის. გახსოვთ აიგერის მწვერვალზე რომ მოგიყევით, სადაც მცოცავების სულები დღემდე დადიან მთებში. მათი ჩურჩული კი გამაფრთხილებლად ისმის იმათთვის, ვინც კი მოინდომებს, რომ ეს მთა დაალაშქროს.
ხო და ეს მწვერვალი აი გერი გრინდელვალდის მხრიდანაც ჩანს. აქ არის მყინვარებიც, რომლებზეც ამბობენ, რომ საიდუმლო ყინულების გამოქვაბულები აქვთ, სადაც ბრჭყვიალა ლურჯი ჰოლებით დაფარულია ანტიკური განძი და კარი, რომელიც მისტიკურ სამყაროში შეაბიჯებს. ზოგი კი ამბობს, რომ ამ ყინულებში მთის სულებია გაყინული. ისე არ ვიცი დამთხოვა არის თუ არა, მაგრამ ამდენი ფენტეზი ისტორიის შემდეგ უკვე ლოგიკურიც კი ხდება, რატომ არის ჰარი პოტერში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯადოქრის სახელი გრინდელვალდი. ალბათ გემახსოვრებათ დამბლდორის მეგობარი. აქ სეირნობისას იჯერებ, რომ ყველაფერი მაგიური სწორედ ამ ადგილიდან მოდის. კიდევ ერთ პატარა ლეგენდას მოგიყვებით, გრინდელვალდის სოფელი თურმე ერთ დროს დამალული იყო და ფერიებისა და მისტიკური ქმნილებების სახლი იყო. სოფელი შელუცვით იყო დაცული და უცხო თვალისთვის სრულიად დაფარული იყო. თუმცა ერთხელაც ეს შელუცვა ერთმა გმირმა გატეხა, რომელმაც გრინდელვალდის მშვენიერება მსოფლიოს სანახავად გამოიტანა. რა თქმა უნდა, ბევრ ასეთ პატარა ისტორიას მოისმენთ და შეიძლება თქვენ თვითონაც მოიფიქროთ იმდენად გაჭედავებთ ეს ადგილი. რამდენი ხანია სპეციფიკურ ქუდს ვაძებდი და მხოლოდ ამ მაღაზიაში მივაგანი ზუსტად ისაც როგორც მინდოდა. შეხედეთ რა ლამაზი ფერებია, როგორი ღუნღულაა და თან შვეიცარიაში დამზადებულობაც აწერია, ისე რომ თვალი არ მოგთხაროს. მე ასეთი საინტერესო ციგები შევამჩნიეთ და გზა გავაგრძელებთ. მხოლოდ ერთი მიზანი გქონდა, გლინტვენი გვეპოვა და მთების ყურებაში ჩავკარგულიყავით და ამაზე იდეალურ ადგილს ვერ ვიპოვიდით კი არა, ვერც კი წარმოვიდგენდით. ეს იყო უსაყვარლესი კაფე რესტორნის გარეთა სივრცე, სადაც მყუდრო სავარძლები იყო განთავსებული ასეთი ხედით, რომ მივედი ამერიკელი წყვილი იჯდა და თვალს არ აშორებდა სივრცეს, რომ დამინახეს იმ წამსვა საუბარი დამიწყეს. შეხედე რა მშვენიერებაა, რამდენიმე საათის წინ დავსხედით და ვეღარავ ვდექიდავ და ზუსტად ვიცოდი, რომ აქედან მეც არსად წავიდოდი. ბევრჯერ ვახსენე, როგორი ჯადოსნურია შვეიცარიის მთებში მოგზაურობა, მაგრამ არანაირად გადაჭარბებული არ ყოფილა. აქ იცით როგორ გრძნობთ თავს. თითქოს პატარები რომ იყავით და თქვენი სამყარო გქონდათ შექმნილი, დაბურული ტყით, თვალუწვდენელი მთებით, ოდნავ შიშის შეგრძნებით მოცული, პატარა პიქსი ფერიების ციმციმა შუქით მოფენილი და კაცი ჭამიადევებით სავსე. აი იმ სამყაროში გადმოხვედი. მართლა გესმით ტყის და გჯერათ, რომ ამ უძველესი ხეების თითოეულ ნავთს დანამდვილებით ახსოვს ყველა ისტორია თუ მითი. იმისიც გწამთ, რომ აქ მოსერნე ადამიანები ძველი საუკუნეებიდან გადმოსული, თავგადასავლებით სავსე პერსონაჟები არიან. შენი ისტორიის მთავარი პერსონაჟი ხარ და ახლა ქვესზე ხარ წამოსული. წინ შეიძლება უგრებთან ბრძოლა, ფერიებთან დამეგობრება, ან ცხენით ტყეში გავარდნა და მდინარის მიყოლა დაგჭირდეს. თუმცა ახლა ამ წამს, ამ სამყაროში ახალი შემოსულის დარად შეგიძლია ცხელი გლინტვენით ხელში ჩამოჯდე და თოვლით დაფარული მთების მშვენიერებას მიაყურადო. საათების შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესეირნა. ისე აქ პირველად გავსინჯე თეთრი გლინტვეინი, ძალიან გემრიელი ყოფილა, თუმცა ზამთარს ნამდვილად მაინც ღვინისფერი უხდა. იცით რამდენი თოვლი იყო? ყველაზე მეტი და უბრალოდ ვერაფერი მაიძულებდა ამ თოვლში არ მეკუნდავა, მეცურავ და ჩავხუტებოდი. წინ კი შეხედეთ, ისევ ზღაპრული ხედი იყო გადაშლილი. ბედნიერება იყო, მართლა, წრფელი და ჯადოსნური ბედნიერება. ასე დასრულდა შვეიცარიაში მოგზაურობა. მზის ჩასვლისას კიდევ სხვა შეგრძნებებით სავსე ფურცელი გადაეფარა გრინდელვალდს. მატერბელში გათოშვილი და სრიალისგან სასიამოვნოდ დაღლილი ადამიანების ტევა აღარ იყო. მე კი ისევ შვეიცარიულ შოკოლადებს სინჯავდი. აქ დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს ოდნავ მაინც გადმოვიცი, რამდენად არ ამ ქვეყნიურ ადგილებში ვიმოგზაურე ვიდეოში. არ დაგავიწყდეთ, ჩვენს ოცნებებს მაგიური ძალა აქვს, ამიტომ იოცნებეთ და დატკბით.